თქვენ ყველა მიცით, რომ ჩვენი თითოეული შეკრება ერთადერთ მიზანს ისახავს. ეს არის სამშობლოს სიყვარული, ეს არის ღმერთთან მეტი დაახლოება. ესე იგი, ჩვენი თემის სათაური ღონისძიების არის გალობა საშვილიშვილო. მეორენაირად რომ თქვათ, ეს არის აკაკის ქნარი. აკაკის წერეთელს არავინ არ ეძახდა, ყველა სახელს ეძახდა. მხოლოდ მოკლედ ასეთი ფრაზა წაუმძღვარეთ ამ ჩვენ ღონისძიებას, სიყვარული რომ ტახტად უდგია, ეგვირგვინება, პატიოსნება. დღევანდელი ჩვენი ლექცია ძირითადად არის გრიგოლ რობაქიძის და იდეაში ეს იქნება ქართული იდეისთვის გამსჭვალა, დანახვა, რა გააკეთა აკაკიმ საქართველოსთვის, ქართული იდეისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ილია ჭავჭავაძის თავის დროს გამოთქმული სიტყვები, რომ სამშობლო არის მამული ენა სარწმუნოება, თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენთვის უფრო გასაგებად, ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ასე დაგვიხასიეთა, ეს არის ღმერთი, სამშობლო ადამიანი. ეგრე რომ ჩვენ როდესაც ვიხილავთ ამა თუ იმ პიროვნებას და ვსწავლობთ, უნდა ასე განვიხილოთ, მან იდეის წინაშე როგორ მოიხადა ვალი, ანუ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის წინაშე. ქართველობის მებრძოლი სული აკაკის ბუნებაში განსახიერდა. ხოლო ამისთვის მისი პიროვნება ქართველთა სახის მსხვერპლად იქცა. აქ არის ჩასახული საიდუმლოება აკაკის პიროვნებისა და მისი შემოქმედებისა. აკაკი ნამდვილი პიროვნება მხოლოდ მაშინა, როცა ქმნის ამ საიდუმლოებას მხოლოდ მომავალი გახსნის და ბოლოს დასძენს. აკაკი ქართველობის იდუმალი და თან მეტყველი სახეა. ვიმეორებ ამ ფრაზას. აკაკი საქართველოს იდუმალი, ანუ საიდუმლოებით მოცული და თან მეტყველი სახე, ანუ აკაკის შეცნობით ჩვენ შეგვიძლია მთლიანად ქართული სულის შეცნობა და ქართული სულის შეცნობით შეგვიძლია საკუთარი თავის შეცნობა. ქართლის მომავალი ბედი ამ სახის გამოცანაში ცდევს. ესე იგი, ჩვენ თუ გამოვიცანით აკაკის ბუნებაო, ამბობს გრიგოლ რობაქიძე, საქართველოს ბედია ამაზე დამოკიდებული. თუ ადამიანმა სიცოცხლის მთავარი საზრისი არ აღწერა თავის შემოქმედებაში, მაშინ მთელი მისი შემოქმედება ფაქტიურად უაზროა. ფაქტიურად ეს იგი მთავარი ვერ შეიცნო. ანუ აქედან იწყება რომ ჯერ უნდა შევიცნოთ სამყაროს შემოქმედი. მერე უნდა შევიცნოთ ამ სამყაროს შემოქმედის ჭეშმარიტი მშვენიერების დანახვა. აი, შემოქმედს უნდა შეეძლოს ის პირვანდელი მშვენიერება, რომელიც ადამს მისცა ღმერთმა, ხელთუქმნელი, ანუ უცოდველი, აი იმ ჭეშმარიტების დანახვა უნდა შეძლოს და თავის ნაწარმოებში მან ეს უნდა დაგვანახოს. მერე უნდა მან შეძლოს რომ ამ დღევანდელ რთულ ყოფით ცხოვრებაში, როდესაც ადამიანმა ღმერთი თავისი ცხოვრებიდან ამოიღო, ანუ ღერძი მოაშორა თავის ცხოვრებას და ღერძის მოშორებამ გამოიწვია რომ ადამიანი დარჩა უღმერთო და უღმერთო დარჩენილ ადამიანს დაეუფლა უკვე ბოროტი სული, ვნება და აი სადამდე მივიდა ჩვენ ვიცით ისეთი პრობლემების წინაშე და მთელი კაცობრიობა ეს რო აკაკის ცოდნოდა არ ვიცი მოკლედ ალბათ ძალიან დაიტანჯებოდა რითაც ჩვენ დღეს ვიტანჯებით ამ გარყვნილებით რომელიც დღეს დიდი პროპაგანდით შემოდის ქართულში მოკლედ აკაკი რას ამბობს და როგორ ასახებს რა არის აკაკის მშვენიერი სამყარო როგორ დაინახა მანას სამყარო აი ამ ხრივ არის ზუსტად უცნობი აკაკი და ამ ხრივ მიმაჩნია რომ ყველაზე საინტერესო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ვიშამ საღამოს შვიდსა საამოს კბილ ნეტარებით შეზავებულსა რა უცნაურად მაღლით ციურად სამოთხისაკენ იტაცებს გულსა რომ საიდუმლო, სასიქადლო, კაცსაც ბუნების შეატყობინოს და სადაც ჭკუა, სდება და სტყუა, იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს. აჰა გრძნობ მეცა, რომ არის ზეცა, ახსილი რაღაც ძალით საგრძნობით და ეს ქვეყანა ყოვლგნით ყველგანა თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით. დახეთ ამ თვარეს, სხივ მომფინარეს თითქოს კბილსევდით ივსებს ოგულსა მოკაშკაშენი მოთამაშენი ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა ძალთა დიდება შექმნათა ქება არ საიდუმლო მათი ვედრება ქვეყნით ბუნება ბანსეუბნება და ეს ბანია ქებათა ქება ყვავილთა ენა არ სულნელთ მშვენა საგალობელად აღმაკმეული წყალთა ჩქრიალი
ფოთოლთ შრიალი, ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნეული. ბუნების მაყრულს, საქორწილო ცრულს, ეკავშირება, ზეემატება. და ახლა მეც ვგრძნობ, საიდუმლოდ ვცნობ, რომ არის კაცში ღვთის სახატება. რა მამა მაღლა, ვინ მაგრძნობინა ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა. ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება, ძლევა მოსილად გარდამცვალა. შენ სიყვარულო, ცისა და ქვეყნის კავშირო, რათან შუა მავალო. შენ რომლის ერთ წამიმსანეტაროს, მზავარ სიცოცხლე მთლადვანაცვალო. შენ ვისაც უგნურთ უმეტესობა, ვერც გიგრძნობს, ვერ გრძნობს, მხოლოდ სილს გწამებს და შენ მაგიერ შენი სახელით ისაღიარებს პირუტ ყულწამებს. შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო, გამოუთქმელო კაცთა ენითა. შენგან მგოსანი ფრთებს შესხმული ვარ, დამონავარდი აღმაფრენითა. რომ მეც გედივით სიკვდილის წინეთ უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო. გცხოწმინდა სიმებს ციურ მალამოდ, დავს თქვა გალობა საშვილიშვილო. მე მას ვუგალობ, ვისაც განგება მშვენიერება უსხივცის კარა, ვინც ვარს ელფერი, იას სინაზე და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა. ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი და მომხიბლავი მძლავრი ოცნება. სიყვარული რომ ტახტად უდგია, ეგვირგვინება პატიოსნება. გაბრიელ ქიქოძის სიტყვები ამოვწერეთ და რას ამბობს გაბრიელ ქიქოძე? ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ, ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი რითი დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა. როსტომერის თავი მის დროში გამოჩენილი და სახელოვანი კაცი იყო. ბევრი მტერი ჰყავდა, მაგრამ ვერავინ კი რას აკლებდა, სანამ მისი ერთგული ჯაფარ-ჯაფარიძე თან ახლდა. მოინდომეს მტრებმა მათი დაშორება. თავ მომწონე და გამედიდურებულ ერისთავს შეურყიეს გული ჯაფარაზე. აუკრიფა მიზეზი ბატონმა ყმას და უდანაშაულო ჯაფარიძეს თვალები დასთხარა. მტრებმა გროიშოვეს. მიიმხრეს სარდალი, პაპუნა წერეთელი და დაუწყეს ერისთავს მეფესთან ბეზღობა. ახლა მეფემ ჩამოაყვანინა როსტომერის თავი გეგუთში. დაათხრევინა თვალები და მის მოსისხნე მტერს პაპუნა წერეთელს გადასცა. რაც გინდოდეს ის უყავიო. წერეთელმა წააყვანინა საჩხერეს და ჩასვა მოდინახეს ციხეში. მიყავდა ხოლმე ლხინში. ამღერებდა და დაცინოდა საჯაროდ. დიდი შაბათია. აღდგომა ძალი. დღე და ღამე ჯერ კიდევ არ გაყრილა. შვილო, სადა ვართ? საყდართან. აბგათანა გაქვს? ჰო, პაპი, რა დამიკარგავდა? მადლობა უფალს. გახსოვდეს. ხალხი რომ ლიტანიას შემოულის, მეც მომკიდე ხელი და ჩვენ შემოვაროთ საყდარს. სანთელიანთე. ბატის კვერცხი მომეცი ხელში. დიდ კარცს, დიდი კვერცხი უნდა მივუნკლიო. ირიჟ რაჟა. გაისმა სამხიარულო ზარისხმა და ფეხზე დააყენა სოფელი. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა, ბატონო ერისთავ. ვინ ხარ შენ? ვეღარ გამიხსენე? შენც წახდი, მეც წამახდინე. ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს. ჯაფარა? მეც წავხდი, შენც წაგახდინე. ქრისტე აღსდგა, გიხაროდე. ჩაეკორნენ ერთმანეთს ბუნკერში, ორი ბრმა მოხუცი. გადააჭდეს ყელი ყელს და აქვითინდნენ. არა ბატონო ერისთავ. არ ეკადრება დღეის დღეს ტირილი. ქრისტე აღდგა და აღადგინა კაცთან ათესავი. მართალი ხარ ჩემო ჯაფარა, ისე როგორც ყოველთვის. ღმერთმა მე სწორედ მაშინ აღმადგინა მკვდრეთით, როცა უბედურება მომივლინა და თვალები დამთხარეს. მაშინ მე ყველაფერს უმზერდი და ვერასავ ხედავდი. ყურს ვუგდებდი და არამეს მოდარა. მაშინ კი პირველად გავახილე გონების თვალი. შავი ხედე ჩემს გულში და ყოველივე დავინახე. მედიდურობით გაბროტებული,
თურმე ჯოჯოხეთის მონა ვიყავი და ახლა კი ქრისტეს ვემსახურები და ვუგალობ მას შვებითა და სიხარულით ქრისტე აღსდგა გიხაროდე იცით თქვენ რომ სულიკო მრავალ ენაზეა ნათარგმნი თითქმის ქვეყანა არ არსებობს სოფლიოში სადაც სულიკოს არ მღეროდნენ მაგრამ სამწუხარო არის ერთი რამ რომ სულიკოს არასწორი ახსნა ხდება ოდითგან საქართველოში ცნობილი იყო რომ ეს იყო საქართველოზე დაწერილი ლექსი და სულ ესე ამღერდნენ აი პირველად აკაკი ბაქრაძემ თქვა რომ არ არის საქართველოზეო და დააკვირდნენ სხვა ფორმით და მან თქვა ასეთი რამე რომ ეს რო საქართველოზე იყო სამად გაშლილა ის ერთი ამბობს სულიკოში ჩვენ ამას მოვირთმევთ და ახასიათეთ აი ქება და ქება პირდაპირ გამოძახილია სულიკოს ისინი ერთმანეთს ავსებენ ღვთის სადიდებლად და ჩვენ ახლა დავრწმუნდებით სამებას როგორ ადიდებს სამება ერთ არსებას ამ სულიკოში მერე დაუკვირდეთ კიდე ერთ ფრაზას ბიბლიაში ასე წერია როგორ შექმნა ადამიანი შთაბერა მასში თავისი უკვდავი სულიო ამით ღმერთმა საიდუმლო განაცხადა რომ თვითონ სულია და ეს იცის აკაკიმ და ჩვენთან საქართველოში არის მოფერებითი ფორმები ხო მაიას ვეძახით მაიკოს ალიკოს ალექსანდრეს ალიკოს ზურიკო და ასე შემდეგ და ეს მოფერებითი ფორმა გამოიყენა აკაკიმ და ღმერთ შეურჩია სულიკო ეხლა უყურეთ რობაქიძე როგორ იძახის თან აქ ნახეთ რა ლამაზია ყველგან სადაც კი მშვენიერებაა მიმალული საფლავია საყვარლის პოეტი თხრის ამ საფლავს და აღანდგეს მთვარეულ ლანძ მშვენიერებისას იგი იშლება ეკალნარში ვით გულწითელა ყლორტი ვარდისა იგი ხმაურდება ფოთლებში ვით გულა მოსკვნილი სტვენა ბულბულისა იგი კიაფობს ლურჯად ცის სივრცეში ვით ციალა ალმასის თვალი ვარსკვლავისა მე ასევე ერთ-ერთი ფილოლოგის აზრს გეტყვით რომელსაც მიაჩნია რომ საყვარლის საფლავს ვეძებდი აი ამით იწყება ეს ნაწარმოები ეს ყოფილა თურმე მარიამ მაგდალინელის საფლავზე მისვლა რომ ნახა ხო ქრისტე აღარ იყო და აი აქედან იწყებს საყვარლის საფლავზე მივიდა საყვარელი ქრისტე არის ჩვენთვის ქართველებისთვის და მოფერებითი ფორმა სულის კო აქედან დაერქვა საყვარლის საფლავს ვეძებდი ვერ ნახე დაკარგულიყო გულა მოსკვნილი ვჩიოდი სადახარ ჩემო სულიკო ეკალში ვარდი შევნიშნე ობლად რომ ამოსულიყო გულის ფანცქალით ვკითხავდი შენ ხომ არა ხარ სულიკო ნიშნად თახბობის კოკობი შეირხა თავი დახარა ცვარ მარგალიტი ციური დაბლაცრებლებად დაყარა სულ განაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო მივეხმატკბილე ჩიტუნას შენ ხომ არა ხარ სულიკო შეიფრთხიალა მგოსანმა ყვავილს ნისკარტი შეახო ჩაიკვნეს ჩაი ჭიკჭიკა თითქოს თქვა დიახ დიახო დავქათქათებდა ვარსკვლავი სხივები გადმოსულიყო მას შევეკითხე შეფქვევით შენ ხომ არა ხარ სულიკო დასტური მომცა ციმციმით სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურჩი ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა ეგ არის რასაც ეძებდი მორჩიდან მოისვენეო დღე დაიღამე აზტკბილად დაღამე გაითენეო სამად გაშლილა ის ერთი ვარსკვლავად ბულბულ ვარდადო თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო შენიშნა აღარ დავეძებ საყვარლის კუბოს ამარეს აღარ შევჩივი ქვეყანას აღარც უღრიცრემლებს მდუღარეს ბულბულს ყურს ვუგდებ ვარწყნოსა ვარსკვლავ შევყურებ ხენითა და რასაც ავგრძნობ მე იმ დროს ვერ გამომითქვა მსენითა ისევ დამეხსნა სიცოცხლე დღემდე რომ წარეთ კრულიყო ახლა კი ვიცი სადაც ხარ სამგან გაქვს ვინა სულიკო მინდა გითხრათ რომ მე-19 საუკუნეში მოუწია აკაკი წერეთელს მოღვაწეობა ეს არის პერიოდი როდესაც ესე იგი ქართულ ეროვნულობას საქართველოს ეროვნულობას ყოფნა არ ყოფნის საშინელი ხანა უდგას მოგეხსენებათ 1801 წელს გააუქმეს ქართული გალობა ეკლესიაში რუსული მოდიფიკაცია იწყება ყველაფერი გადადის რუსულზე მოკლედ დიდ რუსეთს უნდა პატარა საქართველოს თანთქმა იტირე მიწავს სამშობლო ზარია უშვიზეცაო
ისტორიულმა ღვთისრისხვამ დღეს ჩვენთვის იორკეცაო. ენაც წაგვართვეს დარჯულიც. ნათელი რამღა გვფინოსო. თამარ მონათლეს თამარად. ნინა დაარქვეს ნინოსო. სად არის კუბო თამარის? ქვეყლისგან ნამბორისა. ვის ხელში არის საფლავი ნინო? მოციქულ სწორისა. ქრისტეს სახელით ქრისტეს ჯურს წვალება შემოერია. და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე ქართველი აღარ წერია. ვიტიროთ? არა, ვაჟკაცსა არ შვენის სრემლით გლოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილისა ხელოვანი. ლიტერატურა, რობაქიძე ამბობს, გულმოდგინედ სწავლობს თავის ნიჭიერ შულთა პიროვნებასა და შემოქმედებას. დაწვრილებით იკვლევს მათ სულიერ ზრდას, ხსნის მათ უნივერსალურ ნაღველსა და ინდივიდუალურ სულისკვეთებას. შოთა რუსთაველი ქართველების სულის უმაღლესი და უღრმესი გამომსახველია. მან თავის არშებაში შეიბოჭა მსოფლიო გენი ქართველი ერისა და თვით გენიოსად იქცა. იგი ჩვენი ერთადერთი გენიოსია. ჩვენი მგოსანი აკაკიც ქართველობის გენიის გამომსახველია. ამ სახვაში მას შოთას შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს. ამას ამბობს გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ტყუილად არცეთ ფრაზას არ აწევს. მე ამას კიდე გავიმეორებ და ჩვენი მგოსანი აკაკიც ქართველობის გენიის გამომსახველია და ამ სახვაში მას შოთას შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს. მაგრამ იმ დროს, როცა შოთამ არათუ გამოსახა გენია ქართველობისა, არამედ თვითონაც გენიოსად იქცა, აკაკი მხოლოდ სახავს ამ გენიას და თვითონ კი გენიოსად ვერ იქცა. და რობაქიძე ამბობს, რომ აკაკის შემოქმედებითი ინდივიდუალობა შეუცნობელი გენიალობა, ანუ ვერ შეიცნო მან თავისი გენიალობა. მან ვერ მიაღწია გენიალურ შეცნობილობას. ეს არის მიზეზი იმისა, რომ გენიალური ბუნება გენიოსად ვერ იქცა. არ მომკვდარა, ხოლოდ ძინავს და ისევე გაიღვიძებს. ვით შენატრისი მის სიკვდილს უმალ მასვე დაამიწებს. ბევრის ბრძოლით დაღალულსა, ეჭირვება მოსვენება. შემცდარია ვინც გულს იტეხს. წესი არის და ბუნება. ჩვენ კი ჩვენ და თავად გეტყვით. გულსას სამს და ჭკუას ჟერა. რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა მომავალი ბედის წერა. მისთვის რომ დღეს ვეღარ გვარჩენს, არ გვიმართებს ორგულობა. ჩვენს წინაპრებს თუ გქონიათ, ჩვენც აქონდეს დიდსულობა. დე მისთვის გავღარიბდეთ. ზურგს მოვიდვა ცაწყლის გუდა. პატიოსანს ღარიბს რით სჯობს გამდიდრებული იუდა. არ მომკვდარა, მხოლოდ ძინავს და როდესაც გაიღვიძებს, მოიგონებს იმათ სახელს, ვინც დღეს იმას არ ივიწყებს. და თვითონ სიცოცხლე აკაკისა პოეზია იყო ნამდვილი. იგი ცოცხლობდა ყვავილთა სიცოცხლით, რომელთაც არ იციან ფიქრი სიკვდილით დაფერფლისა და ცოცხლობდა მგოსანი ხალისიანი სიცოცხლით. მაგრამ აკაკის ღიმილს ერია ივერიის ტურფა ასული სევდის ჩრდილი და განაჩვენი მრავალჟამიერ ძალზე მხიარული და თან ნაღვლით შეფერილი არაა. ნახეთ, რობაქიძე ფაქტიურად აკაკის პირდაპირ მრავალჟამიერს ადარებს და თან ნაღვლით შეფერილი. ჭეშმარიტად აკაკის ღიმილი ქართველთა სულის სუნთქვას აცნაურებდა. აი ამასაც მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რობაქიძე ამბობს, რომ ქართველთა სულის სუნთქვას აცნაურებსო. ანუ თუ ჩვენ გვინდა საქართველოს შეცნობა, ჩვენ აკაკის სული უნდა შევიცნოთ და შევიცნობთ ქართულ გენს და ქართულ მოდგმას. შენი ჭირიმე ხანჯალო, რკინაო, ხვარასნისაო, შენ ერთადერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო. გლესავ და გლესავ ხანჯალო, ამ მოგიფერავ გულსაო, შენ უნდა ეძმო და ეყმო უმართლო და ჩაგრულსაო. ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ, ორივე გვერდით მჭრელიო, პატრონობს გული ფოლადი და გიპყრობს რკინის ხელიო. მისი გამჩენის ჭირიმე ვინც რომ შენ გამოგჭედაო. ჭირიმე, შენი ჭირიმე მტერსა უტირე დედაო. ბევრი ნაღველი შეასვეს მტრებმა ამ ჩემსა გულსაო. შენ მიმკურნალე מחვილო უმართლო და ჩაგრულსაო. მიმოციქულე მტრის გულთან, მიმიძღვენ ჩემი სალამი. ის ვითომ საწერელია ჩაარჭვე,
როგორც კალამი, მისი წითელი მელნითა შემაღებინე ჭაღარა, იმისი კნესა იქნება ჩემთვის დაფიდან აღარა. გლესავ და გლესავ ხანჯალო, ამმოგი ფერავ გულსაო, დროა, ამმოდი ქარქაშით, აღარ გაქვს აწმადბინა. ღმერთმა აკაკის მიაფქვია ყოველი, წერს გრიგოლ რობაქიძე, დიდი ნიჭი, სწორუპოვარი სილამაზე, გვაროვნობა, თავადი იყო მოგეხსენებათ, იგი არ დადიოდა, მიჰქროდა, მეტად იყო მასში ანაკადულებული ღვთიური მზეობა, მუზამისი ნაზი იყო, მსუბუქ ბრთოვანი და არ იცოდა მან რა არის ძალაობა, აი ამაზე მოგახსენებდით. წარწვალობდა მოკლედ წერის დროს, ლაღად წერდა, რადგან ფრიად ძლიერად იყო იგი ღვთაშესხმული შთაგონების მრავალფეროვანი ალით და ქმნიდა მგოსანი თავისუფალი და აღფრთოვანებული ყოველთვის. თავისუფალი და აღფრთოვანებული. რობაქიძე ერთგან წერს, რომ აღფრთოვანება არასწორი ფორმაა, აფრთოვანებული, ასე ამბობს. ეთყობა ძველად ქართულში აფრთო, ღვთაშესხმული. ღმერთმა რომიობი განსაცდელში ჩააგდო, ყოველგვარი ჭირი მიაყენა კარზე, დაუნგრია სახლკარი, გაუნადგურა ჭირნახული, დაასნეულა და მატლებიც დაახვია. ამ დროს შეუჩნდა ეშმაკი, მაგრამ ძვირი ღვთისა ვერ ათქმევინა. ყოველივე მისინებააო ამბობდა. ნახა ღმერთმა მისი მორჩილება და ერთიორად დაუბრუნა ყოველგვარი დანაკლისი. მისი გვამიდან გამოსული ჭია მატლებიც მადლად გადააქცია და დაურიგა სასარგებლოდ ქვეყნიერებას. იმათთაგან ორი საქართველოსაც ერგო. ფუტკარი და აბრეშუმის ჭია. პირველი უწყინარია, მადლიანი. დილიდან საღამომდე დაჰფრეს. გადადის ბალახიდან ბალახზე, ყვავილიდან ყვავილზე. დაეძებს სიობის სრემლებს და რომელი ყვავილის გულშიც კი მიაგნებს. ამოწუწნის, რომ თაფლი და სანთელი აკეთოს. თაფლი ხორცის ჩასაგემრიელებლად და სანთელი სულის გასაბწყინებლად. მეორე უფრო მშვიდია, ჩუმი და გულჩახვეული. რამდენჯერმე იძრობს ტყავს, რომ ამოხვეწოს აბრეშუმი ხორცთ შესამოსად. თავისნებით ემწყდება ბნელ პარკში მშიერ მწყურვალი. თითქოს მაგალითს აძლევდეს ქვეყნის ერთგულებს, რომ ბნელ საკას ქვეყნის გულისთვის ნურს თქვენ მოერიდებითო და ბოლოს გამოდის სატყვეოდან, რომ ღვთაშესხმულმა დაჰყაროს ცრემლი გვარტომობის გასაგრძელებლად და მერე კი პირნათლად გამოეთხოვოს წუთის სოფელს. ძველად საქართველოში ყოველ ოჯახში იჩენდნენ ფუტკარსაც და აბრეშუმის ჭიასაც. სადაც არ იხარებდა, ის ოჯახი ნაძრახი იყო, უთუოდ ბოროტი, ან უკუღმართი რამ შეუტანიათ ოჯახშიო. არ უნდა დავივიწყოთ მამა-პაპათა ღვაწლი. უნდა მიუბაძოთ მათ საქციელს. რაც პატიოსანი შრომითა და წმინდა ოფლის ზღვრით მონაგარი არ არის. უწესრიგო და უსამართლოდ არაფერი უნდა შევიტანოთ ოჯახში. და მაშინ შემოსილიც ვიქნებით და ცხოვრებაც დამტკბარ დათაფლული გვექნება. აღარ არის ლაპარაკი თორნიკე ერისთავზე ჩემო ძვირფასებო, საგანგებოდ გამზდელს აუარეთ გვერდი, იმიტომ რომ გამზდელი ცალკე თემაა საერთოდ და ალბათ ყველა ქართველმა ზეპირად იცის, ზეპირად თუ არ იცის, ყველა ფრაზას გაგრძელება მაინც იცის და საგანგებოდ ეს ცნობილი თემები ბაშიაჩუკეს ცნობილები დავტოვეთ გვერდზე, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, ჩვენ შევეხეთ უფრო ესე იგი არაპროგრამულ ლექსებს, არაპროგრამულ მოთხრობებს, რათა აი ახლებურად წარმოგვეჩინა და სხვანაირი აკაკი დაგვენახებინა თქვენთვის. ესე იგი, მას ვინ იყო პიროვნება აკაკი წერეთელი? გადავდივართ ადამიანის თემაზე. ასე ამბობს ერთი დიდი წმინდა მამა, რომ შენ საკუთარი თავი იცხონე და შენ სირგვლივ ათასები ცხონდებიანო. ანუ ამით გვეუბნება, რომ ვისაც უნდა რომ სხვა პიროვნებას დაეხმაროს, ჯერ საკუთარი პიროვნება უნდა სრულყოს, ასე თქვათ, გაწმინდოს, გაასრულთაოს. ნახოთ ახლა, სამწუხაროდ აი ამაშიც არ ვიცნობთ აკაკის. რატომღაც ჩემამდეც ესე მოდიოდა, რომ აკაკის უყვარდა სიტყვაზე კარგი დროსტარება, რაღაცა სამწუხაროდ კი საბედნიეროდ მასე არ აღმოჩნდა. ეს იყო ძალიან სპეტაკი ადამიანი. ნუ გიკვირთ რომ არა მაქვს უყოლასთან თანხმობა. სწორს დავეძებ არამსურს, ბატონობა, არც ხმობა. კიცხავ, სდევნი და ყვედრი, ქვეყნის უკუღმართ ბრუნვას.
და ბიწიერებადვრაც პირადობაზე ზრუნვას. მე მგონია მისთვის ვართ ქვეყნად მოვლინებული, მათ ხო არის ვისთვისაც იქმნა ჯვარზე ვნებული. გინდ სამდისაც ამაღლდეს. კაცი რა არის? ჭია. რაც ბწყინავს ფუტუროა, გარეგნობა ფუჭია. კმარა კაცისთვის მხოლოდ ღვთის მსგავსება, ხატება. ამ ციურნით სამქვეყნად სხვა რა დაემატება. ეს არის ჩემი ჯული და ჩემი ახსარება. და მგონია რომ კმარა ქვეყნად ეს ნეტარება. მართალია ხორციელს არ აქვს თავისუფლება, ხელფეხს უკრავს სხვადასხვა, დამოკიდებულება. და ვინც ახსნას არ ცდილობს, ჩემებრ უბედურია. სხვები ნაღველს ასმევენ, შარბათი რომ წყურია. მაგრამ რა ვქნათ, ეს ტანჯვა, ყველა მუშაკთ წესია. და ვერც მე უღალატებ, ვისთვისაც მიკვნესია. დედამგმოს ქვეყანამ, გამიმეტოს, გამკიცხოს, თავი ბრძენი ეგონოს, მე გიჟებში ჩამრიცხოს. ვერ ვუმუხთლებ მე მაინც ამ ჩემ გრძნობა გონებას. ვერ ავიტან ცხოვრების, ბრძანებას და მონებას. ხელს არ ავყოფ გარეგნად, გაბწყინვებას და მკობას. ვერ დავუთმობ ვერავის, შინაგან აკაკობას. მოგეხსენებათ რომ აკაკი წერეთელს რუსი მეუღლე ყავდა სასწავლებლად, როდესაც პეტერბურგში წავიდა, ეს წერილებში იძახის მერე. ძალიან ლამაზი, თქვენ ფოტოში ციხილავთ, არაჩვეულებრივად ლამაზი ადამიანია და თურმე ვიღაც ძალიან ხანდაზმული გენერალი თხოვლობდა. გადაწყვეტილი იყო, მაშინ ხო ესე იყო. და ტიროდა თურმე აკაკიმ რო გაიცნო. და აკაკის უთხრა მიშველეო. და აკაკი მოკლედ რას ქვიაო რაღაც და მოკლედ იმდენი იქნა ამ ქალმა შეაცოდა თავი რომ მოიყვანა ცოლად. ასე დარჩა და ჩვენ წერილებში ვნახავთ მე როგორ ნანობს ეს ჩემი სიჭაბუკის შეცდომაო. რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები ტურფა, შემიყვარდები. ცაზედ მზეა, ქვეყანაზე შენახარ, შეცდომით ძირს ჩამოსული ზენახარ. შაქრის გულო, ბულბულისა ენახარ, სიყვარულო, ჩემი ცრემლის დენახარ. ეკლით ნუმჩხვლეთ, დამიბრუნე ვარდები, რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ისევ შეგიყვარდები. სიყვარული ისასჯობს, რაც ძველია. საუკუნო მეგობრობის მცველია. ახალი კიდროებითად მწველია. დაყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია. შენ ერიდე, მოიფარე ფარდები, რომ იცოდე ჩემი გულის დარდები. გეფიცები ქალო, შეგიყვარდები. ჩემსავით რომ შეგიყვაროს ვინ არის? ვინ გეტრფოდეს სიურად მომწინარი? თუ არ მევე გინდა ვიყო მძინარი, შენი სახე მაინც ჩემ თვალწინარი. თუ გამიქრა, კლდეზედ გადავარდები, რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ისევ შეგიყვარდები. აწრაღავარ, შენ განტრფობას ჩვეული, ვეხეტები გზა და კვალა ბნეული, ხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული, გაყრის წამი ჩვენი, იყოს წყეული, სჯობ შევრიგდეთ, ფეხქვეშ დაგივარდები, რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ისევ შეგიყვარდები.
ბოლოს ერთი უცნობი წერილი იყო ტასო მაჩაბელთან, რომელსაც ვარაუდობენ, რომ სასიყვარულო რომანი ჰქონდაო. რატო ეხლა ტასო მაჩაბელის მეუღლე გარდაიცვალა მოულოდნელად და ვითომ ასეთ რამეს აბრალებდნენ, რომ ფარულად ჰქონდათ აკაკის და მას შეხვედრებიო და ამის ეჭვის ნიადაგზეო თავი მოიკლაო. და ეხლა ხანს მინდა სულ რაღაცა 1-2 თვის წინ საიდუმლო ბარათები გაიხსნა მუზეუმში ტასოს წერილები. და აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ წმინდა მეგობრული სიყვარული, არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ ქონიათ, ეს წერილებში დასტურდება და მეცაც გეტყვით, ესე იგი დამტკიცდა კიდეც, რომ მაჩაბელმა თურმე ბანკში დიდი ვალის გამო, მოკლედ რაღაცა გაიჭედა რა ბანკში და აი ამ უსიამოვნო შემთხვევის გამო მოულოდნელად გაუჩინა და ვერ მიაკვლიეს ყოველ შემთხვევაში. ეგრე რომ აკაკი აქაც სუფთა, ყოველთვის ეტრფოდა ერთადერთს, თავის
ნატალია ბაზილევსკაიას, რომელსაც ნატაშას ეძახდა. ჩემო ძვირფასო ნატაშა, რომ იცოდეთ რა მოწყენილი ვარ უთქვენოთ. რა მძიმეა ჩემი ცხოვრება მუდმივ განშორებაში. აქამდე ვოცნებობდი. როცა ღვთისშეწევნით ცხოვრებას მოვაწყო, მაშინ მაინც ვიცხოვრებთ ერთად მეთქი. მაგრამ ახლა ეს ოცნებაც გამხნდა. ვიცი რომ მე არა ვარ გაჩენილი პირადი ბედნიერებისთვის. იმას კი მაინც ვეცდები, რომ თქვენ გახდეთ ბედნიერი. ღვთის გულისთვის ერთხელ მაინც დამიჯერე. თავს ნუიტანჯა. დაცლია შიში და მწუხარება. ღვთის მოწყალების იმედი იქონია და ყველაფერი კარგად იქნება. მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი ჩემი შვილისთვის. მზად ვარ სულიც კი მივყიდო მეფისტოფელს. როგორ ტკიფულს ვიშოვი გამოგიგზავნ. ჩემს თავზე უკვე აღარა ვფიქრო. არასოდეს სიხარული არ მღირსებია და არც მეღირსება. მე დასაყრდენის მაგიერ მხოლოდ ნერვიული ადამიანები მყავს. დიახ, ასეა. თქვენ გინდათ ფული. თუნდაც შუაზე გასკდი, ოღონდ იშოვე. ვეცდები რამე ვიღონო. თქვენგან საყვედურების მეც მაინც ვერაფერს მოისმენს კაცი. ჩემო ძვირფასო ნატაშა, არასდროს ასე არ მომწყურებია თქვენი ნახვა, როგორც ახლა. ყოველ დღე ვფიქრობ წამოსვლას და არ ხერხდება. ცარიელი ხელით ჩამოსვლა კი მეუხერხულება. თქვენ კარგად ვერ ცხოვრობთ, მაგრამ ერთი იკითხე, მე როგორ ვცხოვრობ? ყველასგან მიტოვებული და მუდამ ფარისევლებით და მტაცებლებით გარშემორტყმული. წარე სიკვდილის მოლოდინში. მაგრამ აჯობებს გავჩუმდე. არ ღირს ამაზე სიტყვის გაგრძელება. ო როგორ მინდა სიბერის ჟამს უკანასკნელი დღეები მაინც გავატარო თქვენთან. ჩემს თავს ასეთ კითხვას ვაძლევ. რად მიყვარს არსება, რომელსაც ჩემთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია. ალბათ ჩემი ჭაბუკური შეცდომებისა და შეცოდებისათვის. მაგრამ ეს შეცდომები ხომ ჩემი ცუდკაცობის შედეგი არ ყოფილა. და მე მაინც მიყვარხარ. კიდევ უფრო მეტად. როგორც ვატყობ მე შვილისთვის უცხოვარ. და არავითარი სარგებლობა არ მომაქვს. რა მწარე და ცინვაა ბედისა. მთელი ქალაქისთვის მე თავისიანი ვარ. შვილისთვის კი უცხო. სხვებისთვის ვახერხებ სასარგებლო რამე გავაკეთო. საკუთარი შვილისთვის კი ვერაფერს. მაგრამ სულით არ ვეცემი. მივიტან ჩემს ჯვარს სამარის კარამდე. არ არის იმაზე უსასტიკესი სასჯელი ღვთისა, როგორც ხელმოკლეობა სიბერის წლებში. დღემდე ისევ სასტუმრო ვეტცელში ვზივარ, როგორც ტუსაღი და ვისმენ უსიამოვნო სიტყვებს. მალები კი იზრდება და იზრდება. შენ ბუნებით კეთილი ხარ, მაგრამ არსებითად ჩადიხარ ბოროტებას. და ყველაფერი ეს ხდება იმიტომ, რომ შენი გული ჩემკენ არ მოიწევს. ხოლო უგულოდ, მარტო თავით, ქალი საერთოდ ეგოისტია. ჩემო ძვირფასებო, არ არის დღე რომ სიკვდილს არ ველოდე. ჩემი ნაცნობებიდან ნახევარი ამოხოცილია ბარბაროსულად. ხოცავს ყველა პარტია და ამათ გარდა პროფესიული ყაჩაღებიც. ისინი საშილად მომრავლდნენ და დაუსჯელად მოქმედებენ. აქ ყოველგვარი საქმე შეჩერდა და ყველა შიმშილით სიკვდილი გველის. ხატაკებსაც და მდიდრებსაც. არავინ არაფერს იხდის და გროშის შოვნაც კი ჭერს. დიდი ხანია ფონდიდან არაფერს მაძლევენ. რედაქციები დახურულია. ერთი სიტყვით საშინელებაა. ისეთი დროა, როცა წმინდა სინდისით შეიძლება წაიკითხო მამაო ჩვენო და თქვა: იყავ ნება შენი. დაიწყო ჩემი იუბილე. 7 დეკემბერს გაიმართა თბილისში. 14 დეკემბერს ქუთაისში. ამას მოყვება სხვა ქალაქებიც.
მე ტყვევა ღმერთმა ქნას რომ გავუძლო ხდება რაღაც არაჩვეულებრივი ისი აღწერაც მე არ შემიძლია ოცნით თქვენი მოყვარული აკაკი ატარა ბიჭი ვიყავი ატარა ბიჭუკელაო დაურჩი დედას კარგი ხარ შემომნატრო და ყველაო ატარა გოგო მიყვარდა ატარა გოგუცანაო ცაზე ვარსკვლავიც არ წყინავს ლამაზი იმის თანაო თავი მოგწონდა ორივეს გულსკარი მქონდა ღიაო შიკჭიკჭიკობდა ბულბული ვარდი ყვაოდა იაო გვეგონა დაბლა ქვეყანა მაღლიცით დათაფლულაო შიქ სიყვარული ნათესი ჩვენს კარზე ამოსულაო თავზე დავიდგით გვირგვინი მივდექით საყდრის კარსაო მამა სახლისმა დაგჭხავლა ღდელო ნუ დასწერ ჯვარსაო ნეფეს სალდათად იწევენ უნდა მოხადონ ვალიო სამწლამდის ქრივად არჩება ხელმწიფის პატარძალიო დავღონდი პატარა ბიჭი ატარა ბიჭუკელაო ვაი შენს დედა საბრალო შემომტირო და ყველაო ატარა გოგოც ატირდა ატარა გოგუცანაო მაგრამ ჩემ დაბრუნებამდი სხვა ნახა ჩემისთანაო ელემენტარული ფული არ ქონდა აი ელემენტარული ეს იყო ერთადერთი კაცი თავადი რომელსაც არც ერთი გლეხისთვის არასდროს არ გადაუხდევინები აი წაიკითხეთ წერილები ესე იგი მეცაც გეტყვით გლეხებს რო ძალიან უყვარდა ვინაიდან არასდროს არ ახდევინებდა ხო ტყე ქონდაო წერია მისი პირადი და ტყის მცველიც კი არსებობდაო და არასდროს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რომ აკაკის ტყეში გლეხს აეკრძალოს შეშაო ამიტომ უყვარდა თურმე გამორჩეულად აი შეიძლება ითქვას რომ გლეხებს რო აკაკი უყვარდათ ასეთ სიყვარული საქართველოს ისტორიამ არ იცის ეხლა რა ფიქსირდება ამიტომ თუ რამე კარგი შეხვდებოდა გლეხებს ყველაფერი აკაკისთვის მოქონდათ რომ ჩუქნიდნენ მოდიოდნენ ერთხელ მოუყვანეს არჩვი ეხლა ძნელი დასაჭერია იშვიათი და გახარებულებმა მოიყვანეს და გადმოიხედა და რა ხმაურიო და უთხრეს არჩვი მოგიყვანეს ბატონო აკაკიო აბა დაუძახეთო დაუძახეს და ეს არჩვი რო დაინახა აბა გაუშვი ხელი აქედან დაუძახე ბატონო აკაკიო უთხრა რო წავიდესო ნუ გეშინია გაუშვიო კაცო ერთხელ გაიხსნევო მოტრიალდებო და თუ მეორეთაც მოტრიალდა არსად არ წავაო და თუ ერთხელ მოიხედაო და წავიდაო მაშინ წავიდესო კი მიხნე რასაც ეუნებოდაო მაგრამ აკაკის როგორ აწყენინებდა და გაუშვესო
გადახტავ ერთხელ მოტრიალდაო და მე თვალით ვეღარ დაინახესო და გაუხარდა აკაკისო თავისი ღიმილით კაი კაცი ხარო დაუძა მე შლის ნუკრი აჩუქეს ასევე ტყეში გაუშვა და ერთხელ მოუყვანეს მელა და გახარებულები ალიაკოთი გამოიხედა რა ხდებაო და ბატონო აკაკი თქვენი საქათმედან ის როიპარავდაო ქათმებსო ისმელია დაუჭირეთო რა სამობო კაცო გადმოვიდა აკაკი და ეს ხელში მილია უჭირათ აბა გაუშვიო ბატონო აკაკი ძლივს დაუჭირეთო კაცო ეგ მელია გაუშვიდო და საქათმეში აკეთეთო მაგას ჯორიო ეგო ბუნებიშვილია გაუშვი ირვინოსო რა კაია ნახე რა ლამაზია და გაუშვეს აბა აკაკის ხო არა წენდებდნენ ასევე კორბოულელი გლეხი ყოფილა ერთხელ და მოუტანა რაღაცა რა ვიცი ქვილი თუ რაღაცა და რომ მოდიოდა უთხრა კაცო სხვაგან წისქვილი ვერ ნახე აქ რომ მოგაკო არა ბატონო აკაკი ესო დაბქულიაო და თქვენ მოგვართვითო მაგასო ეხლა ქვიშხური დაალევინეთო დაუძახა იქ ვიღაცას ქვიშხური დაალევინეთ პური აჭამესო კარგად რომ გაუმასპინძენო თავის გუდა ეხლა ზედა კიდეთო და გააცილეთო ჭიშკარშიო ღვთისმშობლის დიდებულ გვირგვინს ძვირფასი დააკლდა თვალი და იმის მოპოვებასა ბრძანებდა ღმერთი უფალი უბრძანა მთავარ ანგელოს მიმოვლე ზღვა და ხმელიო და საკადრისი თუ შეხვდეს თვალი შეახე ხელიო დაეშვა მაღლით გაბრიელ ათვალიერებს ქვეყანას მაგრამ საძღვნოსა ციურსა ვერ ჰპოვებს რომ სურს მისთანას ზღვაში მარგალიც და მარჯანს ხმელეთზე იაგუნდლალსა ზურმუხს და ალმას ელვარეს სწუნობს არიდებს მათ თვალსა რადგან ვერ ხედავს იმაჩი უნაკლულოსა უზადოს არიცის უფალს რა უთხრას ღვთისმშობელს რა მოუმზადოს დაღონდა ფრთები გაშალა სხივების მოსაფენადა და მიემართა ზეცისკენ ხელახლა და საფრენადა მაგრამ იმავ დროს შორს რაღაც შენობას მოჰკრა მან თვალი ეს იყო ქოხის საწყლისა ნახევრად ნაქცევ დამპალი შეფრინდა მის ბნელ ოთახში ცის მოციქული ელვარი და ნახა ქალი უძლური ძირს მომაკვდავად მდებარე მის წინაც მუხლებ მოყრილი საბრალო მისი ასული სული ევსება ტანჯვითა და სასოებით თან სული ვიპოვე რასაც ვეძებდი გვირგვინის შესამკობლადა ცისა და ქვეყნის დედისთვის ყოფილა აქვე სოფლადა სთქვა ანგელოზმა და ცრემლიც მოსწყვიტა სიხარულითა ცრემლი ნაშობი უმანკო ბედრება სინანულითა მე ახლა ცოტა მინდა გაგახალისოთ აკაკი წერეთელი გამორჩეული ხუმრობით იყო ცნობილი მისი სხარტულები დღესაც ლეგენდებად არის საქართველოში მიმობნეული მე რამოდენიმეს გეტყვით აი სულ 2-3-ს ყველაზე მაგრებს მოკლედ სვიმონ ქვარიანი გააგზავნეს საქართველოდან საფრანგეთში სვიმონ ქვარიანი დაბრუნდა იქიდან მიიღო იქაური რაღაცა უცხოური ევროპული გამომეტყველება და წარსდგა საბჭოს წინაშე და თქვა რომ ქართული ენაო ძალიან დახერგილი ასოებით არისო და უნდა რამოდენიმე ასო მოვაშოროთ ამბანსო მათ შორის ძ ყ ჯ ღ რაღაცა ესენიო და უფრო მსუბუქი გახდებაო და სოფლიოსთვის უფრო გასაგები გახდებაო და დაიძაბა სიტუაცია ის თანამდებობის პირი იყო და ვერავინ ვერ ბედავს და აკაკის წესად ჰქონდა რომ წინიჯდა ხოლმე ოღონდ ხმას არ იღებდა ესე და ყველა აკაკი შეხურებს იქნება გვიშველოსო და ბატონო აკაკი თქვენ რას ბრძანებთო უკვე რომ აღარ იციან უკვე დაფიქნე რომ აღარა გვაქვს ენაო და აკაკი ადგა ფურცელი აიღო გავიდა ხალხში ეს სვიმოქვარიანი წინ დაუჯდა მე ყურადღებით მოვისმინე გამომსვლელის სახელიც არ ახსენა გამომსვლელის აზრიო და შევეცადეო რომ უკვე მისივე მეთოდით გავცე პასუხიო ახალი მეთოდით გადახედა და უთხრა ვირფასო სვიმონ ძ ამოიღო უკვე და ატყდა ტაში ავიდა და სტოენითო სტოენი და აურზაური და ქუდების როლით გააგდეს სვიმოქვარიანი ასე გადაარჩინა მაშინ ერთი პატარა სხარტულათი გიორგი წერეთელი და აკაკი სულ კიკლაობდნენ ხოლმე ესე და ერთხელაც შეხვდნენ წერათა კავშირში და მოვიდა გამწარებული გიორგი აუ მოკლედო შენო ამ შეურაცხყოფებს ვერ როგორ მიაყენე ჩემს შვილს
რა იყო კაცო აკაკი? რა იყო ჩემი შვილი შეგხვედრიაო და ასე გითქვამსო შენო თან ხალხიც უსმენს. ისწავლე ბიჭო, ისწავლე, მამა შენივით ვირი არ გამოხვიდეო. კაცო, მოკლედ ამ წერეთლებსო უთხრათ ამ თვითონაც ხო წერეთელი. ამ წერეთლებს ვერ გასწავლეთ ეს გრამატიკაო. მე ასე უთხარიო. ისწავლე კაცო, ისწავლე, მამა შენივითო მძიმეო. ვირი არ გამოხვიდეო და თქვენ გრამატიკა არ იცითო ძმაო, ვერას მამრალებდე. ხო. ასევე ფათაშორის ისევ გიორგი წერეთელმა უთხრა რომ დასვა საკითხი რომ ჰ რა საკეთებსო, აი ჰ რა თქვინდაო. იმიტომ რომ რუსულადან გადათარგმნიანო არ არისო, უცხოენ ინგლისურად გადათარგმნიან არ არის. საერთოდ რა საკეთებსო და ჩვენ კიდე ჰამაკს ნუ დავარქვევთ, გამაკი ვთქვათ. დაიძაბა ისევ სიტუაცია. ბატონო აკაკი თქვენ რა სიტყვითო? მას არ იღებს. ადგა და ვინაიდან ეს თქვაო, გიორგის ჭკუა ქონიაო. ქონია ხო უნდა ეთქვა და ამოვარდა უკვე და ქონიაო, ჭკუა კი არა გაქო. ისევ ტაშია და ასე დატოვა. ხო კიდე ერთღა გეტყვით გენიალურს, ესე იგი მე ის ფრაზა მინდა წაგეკითხოთ მოკლედ ამ საბჭოში ილია ჭავჭავაძეც მონაწილეობდა და იმსჯელეს რომ ცათა არ იყოს სწორე ვეფხის ტყაოსნის ამ პატარა მონაკვეთში. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხესო. და საბჭო გაიმართა ჭეობა იმაზე რომ ცათაო ხო არ ნიშნავს რომ მრავალი ცა არისო, ცა ერთიაო. შოთას არ შეეშლებოდაო, მაგრამ გადამწერმა ეთყობა დაუშვა შეცდომაო და ჩავასწოროდო და ცასა ღმერთი ესე იქნებოდაო. დაიძაბა ის სხვათა შორის ილიაც ემხრობოდა ამას და ერთადერთი აკაკი ხმას არ იღებს. ხო და უკვე იციან რომ არაფერსა რაღაცას ფიქრობ ბატონო აკაკი ადგა თურმე მიტრიალდა აღმოსავლეთით და დაიწყო მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა და დაამთავრა ლოცვა და წავიდა სახლში და დატოვეს საკითხი. მიხსენ რომ მართალია. რაჭველია ზნაური და თუნაგო ცირიძე. მის დროში განთქმული ვაშკაცი იყო მთელი მერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი დისწული. მისივე გაზრდილი ივანე კვიტაშვილი არ წამოეზარდა. სახელოვანი მოწაფე გვერდში ამოუდგა სახელგანთქმულ მოძღვარს. რაღას ჯობია ამ ნეტარებას. დადიანმა მეფეს საარაკონებიერი მიუძღვნა. მეჯოგეები ძლივს იმაგრებდნენ გაგარეულებულ 4 ფეხს. მეფე გეგუთის სასახლეში ბრძანდებოდა აივანზე გადამჯდარი და თვარს ადევნებდა მოსვლის ურჩობას. ნეტავ თუ ვინმე შეძლოს რომ ერთი მოქნევი თავი გააგდებინოს. მაგას დათუნდას მეტი ვერავინ მიჰბედავს. ვერც მისი დისწული, ვერც ისა. ამ ამბავმა გული მოუკლა ახალგაზრდა კვიტაშვილს. მიეპარა მძინარე ბიძას. ამოუღო ხმალი ქარქაშიც და დაუბლაგვა პირი. ეს სულ ვაშინო ღამს ხმია. თუ ეს შევარჩინო ამის მქნეს. უნდა გამისწორდეს. ან ის, ან მე. ვაშკაცის სიტყვა გაუტეხელია. ვერც მეფე, ვერც ქუთათელ გაენათელმა და ვერც თანამესის ხორცებმა ვეღარ შეარიგეს მტერმოყვარე ბიძადისწული. ერთხელ გზის პირად, პატარა მინდორში, ვიღაც მგზავრი დაინახა დაწუნა, მიწოლილი ჩეროში. თავი უნაგირზე მიედვა და ეძინა. დახედა და შეკრთა. ივანე კვიტაშვილი გამოდგა. იფიქრა, ჯერ გამოიძინოს. ადგეს თავისთავად. იარაღი შემოირტყას და მაშინ გაუსწორდებით ერთმანეთსო. იქვე მუხის ძირში მიჯდა და ხესა მოეფარა. ბევრ ხანს არ გაუვლია, რომ იქვე მახლობლად ჯღურტული მოესმა. მიიხედა და დაინახა ჩასაბრებული ლეკები. ერთ მათგანს ამოეღო ნიშანში მძინარე მგზავრი. ვეფხვივით მივარდა დათუნა და უტაცა ხელი ჩახმახშეყენებულ თოფის პირს. დაიჭექა შაშხანა. მარცხენა ხელი ძირს დაუშვა დათუნა. გახრეტილი ხელის გულიდან სისხლი მოთქრიალებდა. მარჯვენა ხელით იძრო ხმალი და ლეკებს დაერია. თოფის გასროლით დამრთხალი მძინარე წამოვარდა ზეზე. იგდო ხელში იარაღი და მიაშურა იქითკენ, საიდანაც ქართული შემოესმა. მომხმრე რომ დაინახეს ლეკებმა, დაფრთხნენ და გადაცვიდნენ. დარჩნენ მარტოდ პირისპირ 2 ქართველი. ერთმანეთის მოსისხლე მტრები.
ბიძა და დისწული. დათუნა გოცირიძე და ივანე კვიტაშვილი. შენ ახარ ბიძა ჩემო. აკრას მოუყვანი ხარ. შენ სიგლახეს. ღმერთს ვაშკაცობა მოუცია შენთვის. მაგრამ შენ ჭკუა დაგიკარგავს. უადგილო ადგილას რომ ძილს მინდობილ ხარ. ხომ ხორივით გაგაგორებდნენ მე რომ არ წამოგსტრებოდი და მტერს წინ არ გადაღობებოდი. ახალგაზრდა უსიტყვოდ დაეშვა მუხლებზე და მოეხვია მოხუცს. მოხუცმა წამოაყენა. ჩაიკრა გულში და უთხრა. შენ ჩემთან დამნაშავე ხარ. მე კი ქვეყნის წინაშე. სანამ გარეშე მტერი არ მოგვიგერიებია, შინაური მტრობა ჯულის უარისყოფა და ორივეს ღმერთმა შეგვინდოს. მისცეს მხარი მხარს. დაიძახეს მდევარიო და ერთად გამოუდგნენ მტერს. ნეტავ თუ ახლანდელი ქართველებიც ასე დასწმობდნენ პირად უსიამოვნებას და განხეთქილებას საზოგადო საქმისათვის. გრიგოლ რობაქიძე ასეთ ფრაზას ამბობს. აქ ამბობენ ქართველებს მრავალი მტერი ჰყავსო. მე კი სხვა რამ მგონია ქართველ ერს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს. ეს არის თვითონ ქართველი ერი. დაუნდობლობა, შური, ღვარძლი ურთიერთ შორის აი ჩვენი ცოდვაო და კიდეც იცახის უნდა მოისპოს ეს ცოდვაო. მერე სვავს კითხვას რითო? რით და ზუსტად იმ ცეცხლით, რომელსაც აკაკის გულს და ნიჭს აქვსო. ეს არის ესე იგი გენის ცეცხლი. ეს ზუსტად უნდა წავიკითხო, თორე ამას ჩემი აზრით ვერ ვიტყვი, რომელიც გამფენს ქართველ, ესე იგი, რომელიც მსოფლიოში გაიყვანს ქართველობას, ანუ ნიჭის ცეცხლით მსოფლიოში გამფენს და მეორე გულის ცეცხლით, ანუ სიყვარულის ცეცხლით, რომელიც განწმენს ქართველთა დაბერებულ თვისებასო. აი ასე ახასიათებს. მე ახლა მინდა დაში ვიხმო და განსაკუთრებულად გავამხნევოთ აი ეს კაცია, რომელიც სიცხიანი დღეს ბოლომდე გამიგონია ვითომ ძლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით დამუქრებული მაღლა ზეცისკენ ისწასულიყოს რომ მიეტანოს იქ ჩვენი ქვეყნის წარი ამბავი და საჩივარი მაგრამ იმავდროს ეშმაკის სული დასტაკებოდეს გრიგალი ქარი გადაეღუნოს გადმოეღუნოს და მოეთხაროს სულ ძირიანა მერე ენახოს მწყემს წაქცეული ხელში აეღოს პატარა დანა და გამოეჭრას მას სალამური რომ მოწყენის დროს სული ჩახბეროს და მთადაბარის დასატკბობელად ააკვნესოსო და აატიროს ეს უნდა იყოს სისმაცდური ხმა პირველ მწყემსისგან მოგონებული აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი ერთად შეთხზული შეზავებული მოკლედ ასეთი პატარა ნოველა აქვს ვირი და ფილოსოფოსი ეს ფილოსოფოსი ქორწილში დაპატიჟეს ქართველებმა და ქართველი ფილოსოფოსია და მივიდა დაждდა და ეხლა რო უთხრეს დალიაო არავსვაო უთხრა რატო ფილოსოფოსი ვარო და არავს კაცო მეფე პატაძლისა როგორ უნდა დალიო უთხრა გადაეკიდნენ და იფიქრა ეხლა მეფე პატაძლისა კი უნდა დალიოს კაცმაო და დალია ახლა მშობლებისა იყო ბიჭო მშობლებისა როგორ არ უნდა დაილო მშობლებმა გაშალეს უფრავ უპატივცემლო გადაეკიდნენ დალია და ეხლა გულს ხო არ დაუწყვეტაო იფიქრა და დალია ნუ იმას დედმამიშვილები მოყვა საქართველოს მოყვა წასული მოსული და ისე დათვრა ეს ჩვენი ფილოსოფოსი სადღაც მიგდებული გამომხრის და დილით ვეღარ ახსოვს არაფერი და შეждდა თავის ვირზე და მიდის მივიდა ეხლა და დაცხა უკვე რა ხა ნაბახუსევზეც ხო იქნებოდა თავი უსკდება გონი და მივიდა წყაროსთან და ამ წყაროზე ვირმა რო დაინახა დაანყენაო ვირი წყალშიო და დაიწყო სმაო რა კარგად რო დალია ვირმაო გაჩერდაო გადმოვიდა ვირი და დალიეო ეუბნება ეს ვირი შეყურებს ეხლა რას დალიეო კიდეო მერე უყვირას ცემა მერე დაუჩოქა ეხვეწება დალიე ეხლა ვირი ყურებს აპარტყუნებს ვერაფერს ვერ ხვდება და ბოლოს სიტყვები ამოგიწერეთ წაგიკითხავთ ვირი მეუყოფილოა რომ სხვებს აუყევი და რაც არ მინდოდა იმაზე მეტი დავლიე შენ კი ფილოსოფოსი რომ ამდენი ხანი გეხვეწები და ვერ დაგიყოლიო ეგრე რომ გავითვალისწინე კარგი იქნება ეხლა მე შეპირებული ილია და აკაკი მინდა შედარებას როგორ ადარებს და
ამიერიდან მინდა რომ ტყუპებივით გვიყვარდეს. აი როგორც რობაქიძე ტყუპებს ეძახის მას და ნახეთ როგორ. აკაკი მსუბუქია. ილია მძიმე. აკაკი დაჰქროლავს. ილია მძიმედ მიიმართვის. აკაკის ჩქებს. ილია დუხს. და იცის. აკაკი შექმნის და მიზანს მერე იხილავს. ილია ჯერ მიზანს ხედავს და მერე შექმნის. იქ სადაც აკაკი სულ შეუბერავს და წააქცევს, ილია ძლიერი მოქნევა სჭირდებაო. და ბოლოს დასცენს, რომ ეს ქართველებისთვის ეს ტყუპი ძმები არიანო, რომლებიც ემსახურნენ თავი და ბოლომდე საქართველოს. და ეხლა თქვათ ასეთი რამ, ესე იგი, მხოლოდ ერთი რამ არსებობდა აკაკისთვის მთელ ქვეყანაზე, რომელსაც იგი ეთაყვანებოდა. ეს იყო ჩვენი სამშობლო საქართველო. და ძალიან ყვარებია თურმე რუსთაველი და არ ანსხვავებდა. ეს საქართველოს რო იყო და რუსთაველსაც ზე დააყოლებდა თურმე და ეხლა რას ამბობს გრიგოლ რობაქიძე? მე ხო გითხარით, იყო გენიოსი, შოთასავით გენია, ქონდა ასეთი ნიჭი, ქონდა ტალანტი ღვთიდან, ანალოგიური, მაგრამ შოთასავით გენიოსი ვერ შექმნა, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი ვერ დაწერა მოკლედ. და რობაქიძე ასეთ დასკვნას აკეთებს. ჩემი აზრით ამის ბრალი ის არის, რომ მარტო მამულის სიყვარულით უნივერსალურ პოეზიას ვერ შექმნი, ანუ მარტო მამულზე ფიქრი მსოფლიო გენიოსი ვერ გახდები. და ისინი ილია და აკაკი ისე უჭირდა ჩვენ სამშობლოს, რომ ამის დარდი არ ქონდათ მოკლედ და სულ სამშობლოზე ფიქრით მოავადენი იყვნენ. აი რობაქიძე აქ პოულობს, ეს რა თქმა უნდა სამომავლო თემაა, მკვლევარები ალბათ კიდევ უფრო სხვა მრავალ საინტერესოს იპოვიან. რობაქიძე კი ასე იძახის, რომ მას ევროპა აკლდაო, ევროპაში იგულისხმება არეალი, ანუ ფართო გასვლა აკლდა მას. ეხლა ევროპამდან იმდენი შემოვიდა სიბინძურე, რომ მაგის ხსენება უკვე რაღაც 10 კილო გახდა საქართველოში და ხო, და რას ამბობს? და მუდმივი პოეტური წვაო, აი ეს აკლდაო, მუდმივი პოეტური წვაო. აკაკი ფუტკარს გავს, მაგრამ არა ისერც, რომელიც ბეჯითობას დაიქადისო. აი ასე ახასიათებს მოკლედ მე დაახლოებით ესე გავიგე ეს რომ აი ილიას ბეჯითობა რო ქონოდა აკაკის გახდებოდა შოთა. მე დაახლოებით ესე გავიგე. ხო, ეხლა ერთი როგორ ეხმაურება თანამედროვებას, ასეთი გადასარევი ნაწარმოები გვაქვს, ამით ვამთავრებთ ჩვენ, ეს არის კუდაბზიკეთი. იყო ერთი ქვეყანა კუდაბზიკეთი. ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული. მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეც ვეღარ ასახერხებდნენ. უჩნდნენ კერას და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირს შეეძინათ. მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ. არჩევნების დროს გამოაჭყიტებდნენ თვალებს ბეცად და აჭიჭყინდებოდნენ. ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ ორჩებოდნენ, ისევ მიეგდებოდნენ კერას ძირას. არჩევანზე მივარდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ თავის კანდიდატად წილი გამოიყვანა. მეორემ ტილი. ვერ შეთანხმდნენ. მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარტუტი აადინეს. დაერივნენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ღვთის მიეცად უპირატესობა. ტილისათვის თუ რწყილისათვის. ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს. თქვე უბედურო ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას. რა დროს ეგ წილობილა? რას გადაყოლი ხართ ამ რწყილობიატილობიას? ისე როგორ დაგაბრმავად სოდვამ, რომ ცხვირსიქით ვეღარ ასახედავთ. ქვეყანას ნადირ მხეცების შემოსევია. ლამის გაგვანადგურო. ერთი ტყუილა შემქაქანებელიც არ სადარჩანს და თქვენ კი ჭიანჭოლეთში გინდათ თავი ისახილოთ. და ისიც უკუღმართობით? ნაცარქექია ქექია. ფუჭო, ტყუილა ბექია. რას მიგდებულ ხარ კერასა? თავი რად გაგიქექია? ტილზე ნუ ფიქრობ. მოშორდი. რწყილს აუარე გვერდიო. რად გინდა პრიშტი პრუშტები და სომხის ეფრენ ვერდიო. ნუ კარგავ შენი რაც აგავს. ნურცე ხარბები სხვისასა
პატარა წყაროს ჯობია სასმელად ნაშეზღვისასა. ადექი ნაცარქექია. ნუ მიგდებულ ხარ კერასა. ჭიანჭველებში ნუ ეძებ დაკარგულ ბედის წერასა. ცისა და ქვეყნის შუამავალი. დედა მარია. იჯდა 64-ის კარსა და ლოცვილობდა. მოვიდა წმინდა გიორგი. თაყვანისა და მოახსენა. დედა უღვთისა. მოვიარე ფეხდაფეხ, შენი წილხვედრი. ვნახე დაცემული, დავარდნილი. სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა მახალია. ატირდა დედა მარია და ცრემლი მისი მარგალიტებად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მოვიდა იესო და შეეკითხა. დედაო, რა სტირი? ვისიგლო? ცასა და ქვეყანასა? სტირი ჩემს საწილოსა. გლოვობ ჩემს სადედოფლოსა. დღეს დაცემულსა. დავდომილსა და შენგან დავიწყებულსა. არა დედაო ჩემო. მე როგორ დავივიწყებ შენ სადედოფლოსა? ხელს ვითავიღებ შენ წილხვედრზე და მხოლოდ გამოცდი იობის განსაცდელით, რომ უმეტესად გამკურნო და ავამაღლო. გაიხარა დედა მარია და ღიმილი თკბილი ქვეყნად ნათლად მოფინა. ამინ. აკაკისთვის აი სევდის ტურფა ივერის ასული ლექსებში ასია განხილული იყო სამი დიდი დედა ჩვენი ქართველი დედები ნინო, თამარი და ქეთევანი. აი ამას ვისტიროდა, აი მათ სიყვარულს ეტრფოდა და ლექსებში ამას სულ ახსენებს. აკაკი თქვენ მოგეხსენებათ ანალოგიურად ილია სულ ამას ახსენებს, დიმიტრი ყიფიანი ახსენებს და მე ეს ქართული ერთად ნააზრევი გრიგოლ რობაქიძემ ასე ლამაზად მოუყარა თავი და თქვა რომ ყავს სამი დედა ნინო, თამარი, ქეთევანი. ამ სამი დედის ერთობით მუხშია მოქცეული უშრეტი ენგადი ქართველთა ყოფისა. სასურველია ეს სამი ერთად მოვიგონოთ ფესვები. დღესასწაულისთვის მე ვავჩერდი რომელიმე დღეს მწიფობის თვე არის ოქტომბრის თვე. ჩვენ 28 ოქტომბერს ალბათ 1-20 წელი არის, რაც დავდივართ ამ ანდერს ვასრულებ ბავშვებთან ერთად. ეს სკოლა ყოველთვის ჩაბმულია, მეორე სკოლა, 22 სკოლა და რამოდენიმე სკოლა. მოკლედ ჩაბმულია და ღვთისწყალობით 300-500 ბავშვი ყოველ წელს ამ დღესასწაულში ღებულობს მონაწილეობას, ეგრე რომ ამით გარკვეულწილად აკაკის ანდერძით სრულდება. და ბოლოს რა იყო აკაკის სიზმარი? რაზე ოცნებობდა აკაკი, რას ეტრფოდა, რას ენატრებოდა? ეს არის ერთ ლამაზ ლექსში გამოსახული, რომელსაც ქვია სიზმარი. დღიურ სიცხადით გულდა ჩაგულსა, ძილში მეღირსა ტკბილი სიზმარი. ნახე რომ ქვეყნა ჩამოსულიყვნენ ნინო, ქეთევანი და თვით თამარი. თამარს თავს ედგა ძლევის გვირგვინი და ქეთევანსა წმინდა მოწმობის. ნინოს ხელთ ეპყრა ჯვარი ვაზისა ნიშანი დიდი ქრისტიანობის. ზეცა დაეპყრათ სამთავეს თვალი, საქართველოსკენ აშვერდნენ ხელსა და შეერთებით, ხმაშეწყობილად, გალობდნენ ტკბილსა საგალობელსა. დედაო ღვთისა, შენი ხვედრია, ეს საქართველო დიდ ჭირნახული, შეუნდევ ცოდვა, ნუ ააღებ ხელს, მობიერებით იბრუნებული. მოეწკურთხევა ზეცით, მაღალო, დაგადმოსახე ძლიერად ჯვარი, რომ აღადგინო ქართველთა ერი, დღეს დაცემული და ცოცხალ მკვდარი. მის სამხნეობას, მის სამზნეობას, გაუმტკიცებდე აღმაფრენასა და შენ საქებრად, სადიდებელად, ნუ დაუკარგავი მტკბილენასა, რომლითაც თამარ ბრძანებას სემდა, ქეთევან მარად შენ გადიდებდა და ნინო ძისა შენის მწნებასა შენ განრჩეულს ერს უკადაგებდა. რომ გაათავეს თურმე ეს ლოცვა, ზეცას შეხედეს სამთავე მნელა და დაინახეს რომ ძველ ადგილზე გამოესახათ მათ ცისარტყელა. ძალიან დიდი ღვაწლი არა მარტო ენის გადარჩენაში მიუძღვის, ქართული გალობის გადარჩენაში. აი ლომის წილი მიუძღვის. მერე საზოგადოებისთვის, რამდენი გაჭირვებელისთვის გრიგოლ რობაქიძე უცხოეთში რო სწავლობდა, მინდა გითხრათ.
პირველი კურსი ვერ დახურა, წამოვიდა ფინანსობის გამო და აკაკი უხდიდა ფულს. აი ეს გაჭირვებული ადამიანი, აი ეს ზრუნავდა დიდი ქართველები. აი ლექსომ და მისმა გუნდმა პატარა სიცხიანი ბიჭის თამაშობით სახით აღგანახეს. აკაკი სულ სხვა კუთხით ჩვენ სხვანაირად გავიცანით და აი თავი ვიგზენე როგორც ერთ-ერთი სიმი ამ ჩონგურზე, რომელსაც პერიოდულად ესეთ მოჭიმა ალბათ ჭირდება და მე აი დღეს ეს ვიგზენე რომ ცოტა მოშებულები ვართ ქართველები და ყველას ჭირდება ეს რომ ჩავიხედოთ მართლა საიდან მოვდივართ, ვინა ვართ, საით უნდა გავიხედოთ. დღეს აი ეს დარბაზი არის აკაკის ცისარტყელით განათებული. აი ამ ბავშვებს რო უყურებდით, სულ ყველა მართლა როგორი ლამაზი იყო და ეს გარდა მათი გარეგნობისა და ბუნებრივი მონაცემებისა, ამათ ემატებოდათ ის რომ აკაკის შუქი ადგა მათ. და აი ასე ეს მადლი აქვს აკაკის, ამ შემთხვევაში აკაკი მართლა გამორჩეულია. ეს აკაკია ის ადამიანის ქართველი, რომელმაც ქართული სიტყვის თაფლი და მარილი შეიტანა ასეთ ციცინათელებივით შეფრენ, ესეთი სუბუქად შედის ქართველების სულში. ჩემთვის მაინც აღმოჩენა იყო აკაკის სიახლე იყო ეს ყველაფერი გამორჩეულად წმინდა სამებასთან რაც იყო დაკავშირებული. მეუფე თადეოზი, რომელიც განსაკუთრებით კარგად ერკვეოდა ისტორიაში და ლიტერატურაში, პოეზიაში, მათ შორის აკაკის არ ეძახდა უბრალოდ აკაკის, წმინდა აკაკით ეძახდა. აი ეხლა უფრო კარგად ხვდებით რა მაგარი მეუფე ყავდა. წმინდა აკაკი ისე ტყუილად არ იტყოდა. ალბათ ეგ დროც მოვა. მე როგორც მოსწავლე ვიჯექი და ბევრი რამე ახალი გავიგე ისეთი ჩემთვის რაც აღმოჩენა იყო აი ამ საღამოს და ამისთვის დიდი მადლობა ლექსოს და დიდი მადლობა ჩვენ სკოლას რომ აი მისთვის ეს ასპარეზი ესეთი გამოსვლის და წარმოჩენის მისი მოღვაწეობის ჩვენ სკოლაში არის და არაერთხელ არის ეს და მართლა აი აღმოჩენა იყო ჩემთვის მაგალითად აი თუნდაც ეს სულიკოსთან დაკავშირებით მე აი როგორი საოცარი ის არის სიბრნით ისიც რომ აი ყველაფერს თავის სახელი აქვს ხო აი წეგან ბავშვს შევეკითხე ჩავეკითხე ეს ზუსტად ციტატა დამაინტერესა და დავიმახსოვრე რომ აი დიდ აგრესიას რაც მაშინ ხდებოდა ქრისტიანობასო ქრისტიანული ჯულსო ქრისტეს სახელი წვალებაში მოიპარავა აი რუსეთის შემოსვლასთან დაკავშირებით და ეს ბევრი რამე ვისწავლეთ დღეს და მადლობა. ისე ასწავლიდნენ აკაკი წერეთელს რომ იქ ეკლესიას ადგილი არ ქონდა. სარწმუნოებას ადგილი არ ქონდა. ასევე ხდება სხვა წერილების შემოქმედებაში სამწუხაროდ. და ეს პედაგოგებს, რა თქმა უნდა, ლიტერატურის, ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს, ისტორიის პედაგოგებს, ხო, საქართველოს ისტორიის პედაგოგებს ძალიან დიდ მოვალეობას აკისრებს, როგორმე ეკლესიასთან ერთად, სარწმუნოებასთან ერთად განიხილონ თითოეული წერალი, თითოეული ჩემო ბატონო კლასიკოსები მაქვს ხედულობაში და არა ზოგიერთი არ მინდა დავასახელო. რაღაცნაირად იუბილესავით თბილის საღამო იყო დამეთანხმებით. აი ესეთი გზობა მქონდა რომ აკაკის იუბილე იყო თითქოს და ჩვენ ამის მონაწილეები ვიყავით და ზოგადად აკაკი არის რაღაცნაირად ნათლის მატარებელი ადამიანი. აი ამ ნათელს ატარებდა მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე და ჩვენც ამ ნათელში ვიმყოფებით. თვითონ თავს გრძნობდა და მას ამბობდა თავის ლექსებშიც რომ შუა კაცი იყო უბრალოდ ცასა და მიწას შუა და მართლაც აი მისი სიტყვიდან აკაკი როგორც გამტარი უფლის სიტყვა გამოდიოდა და ზუსტად იმ ენაზე გამოდიოდა იმ მარტივ ენაზე რასაც ერი მიიღებდა და აი ამიტომ არის ყველა თქვენაცათვის ცნობილი ფრაზა გულია საქართველოს შუბლიაო და აკაკი საქართველოს გულიაო და აი აკაკის ეს გული რომ იყო საქართველოსი ამიტომ იყო ასე განსაკუთრებულად მთელი ერისთვის გამორჩეულად საყვარელი. მე გახარებული ვარ აქ გაისმა რამდენიმე ისეთი ფაქტი რომელიც აქამდე მეც მეგონა რომ ასე ყოველ შემთხვევაში რომ აი ეს რაღაც საძრახის და ცილის წამებული ფაქტები აკაკიზე რომ
ხაცა ესეთი ურთიერთობები ჰქონდა და მადლობა ღმერთს რომ ეს რაღაც ხინჯად ჰქონდა ესეც ხაცა გაქარწყდა. თვითონ ის სიტყვაც აკაკი თვითონ სიტყვას წინას ნიშნავს. მისი ცხოვრებიდან ჩასულ ბევრი მასწინარი ყავდა, მაგრამ თვითონ წინარი იყო და მისგან წინა არავის არ ახსოვს და თავის სახელსაც ასე ვთქვათ ბორონდი ამართავს ეს ადამიანი და მადლობა უფროს რომ ესეთი გოსნები დავიტოვა ჩვენ და ერთმა შეურაცხმდნოს აი მათი ანდერძის ფილმთან შესრულება. ჩვენ დღეს შევცვალეთ მიდგომა ეროვნულობა ვაქციით პრიორიტეტად და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ისტორია სწორად დაიწეროს, არ დამახინჯდეს და ის რაც აქამდე დაწერილია, ის რაც დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო აქამდე წასაკითხად. იქაც კი კორექტირებები დაგვჭირდა, ამაზე იყო საუბარი, ბატონო ლექსო მოგვახსენებ და თქვენ წარმოედგინეთ უახლოეს ისტორიაში რამდენი რამე დაიწერა, რომელიც კორექტირებას კი არა, მთლიანად თავიდან მიდგომას მოითხოვს. სახარებისეული იგავის სიმარტივით მოაქვს მას ღვთის სუნთქვა, ღვთის მადლი აკაკის სიტყვას. ისე მინდა გავიმეორო აი ეს ქართული ენის თაფლსა და მარილში ამოვლებული. თაფლი, რომელიც ატკბობს ჩვენ სულს და მარილი, რომელიც იმ ღირებულებებს ინახავს, რომ გადარჩეს გაღწნისაგან, გადარჩეს დაღუპვისაგან. და აკაკი მე შეძლო. ამიტომ დიდება უფალს რომ აი აკაკი ახლა ფარად გვყავს ჩვენ დღეს. აკაკის სახით ყველა ის დიდი ქართველი, მაგრამ დღეს აკაკი. აი როდესაც აი ესეთი ქართველები გამოჩნდებოდნენ, რომელთაც ხან ენა არ მოსწონდათ, ხან ქართველები არ მოსწონდათ, აი დარბაზი რო შეხურებდა აკაკის, რა სიტყვის აკაკი. აი ადგებოდა და თავისი ღვთაებრივი ნიჭიერებით და რა ვიცი მადლით, აი ესე მიწასთან ასწორებდა. ის დღესაც გვეხმარება, ამიტომ სკოლებში უსართოდ რა თქმა უნდა აი ამ ციცინათელებით გამთბარი თუ არ იქნა ქართველი და თუ იქნა ჩვენ ვერავითარი ძალმომრეობა ვერ შეგვაშინებს და იმიტომაც ებრძვიან ეს კარგია ამათ ხედავთ რატომ ებრძვიან აკაკის რატომ ებრძვიან კლასიკოსებს გენიოსებს აქვთ განსაკუთრებული უნარი თქვან ის რაც არ მთავრდება და რომელიც მე ეპოქის არ არის და დღეს რასაც ვისმენდი წარმოვიდგინე რომ აკაკი ამას ამობდა თანამედროვეობას და კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენზე იყო ჩვენს თანამედროვეობაზე იყო ჩვენი მოწონება იყო მოსაწონის ჩვენი გაკიცხვა იყო გასაკიცხის დღეს ამას ვუსმენდი და ასე მგონია რომ ეპოქები არ იცვლება თითქოს რაც აკაკის აძარდებდა ზუსტად იგივე საწუხარია ჩვენი თითქოს არაფერი შეცვლილა და იგივე ტკივილია ისევე აკაკის მოწოდება საბრძოლველად ისევე უნდა მიიღო დღეს როგორც აკაკი იღებდა იმიტომ რომ მაშინაც ბრძოლის ეპოქა იყო და ეხლაც ბრძოლის ეპოქაა. დღეს აი ამ დარბაზში მე ამაყი ვარ რომ ქართველი ვარ. ალბათ არა ქართველიც რომ დაესწროს და ორიგინალში მოესმინა ეს ყველაფერი, ისიც ინატრებდა ქართველობას და რა ბედნიერები ვართ რომ ჩვენ ქართველები ვართ აი ამ წუთას ქართული სული ტრიალებს, აქ ქართული ვაჟკაცობა და მე ერთადერთი ორი სიტყვით მინდა მადლობა მოუხადო ბატონ ლექსოს. ქება და ქება. ლექსო. როანდელი საღამოსთვის. მინდა ჩაფიქრებულა შეხურებს სისხლის ვარსკვლავსა ნათობი ხივებს მაღლის ფენს თავდადებული საფლავს. დადულებულა მთაწმინდა ისმენს დუდულსა თვისასა დინარე ნანას უმღერის დრაისა უსამფრისასა. მთაწმინდა გულში იხუდებს საშლიფილოს ამარეს მამა დავით საავედრებს აბარებს ქვეყნის მოყვარეს. გოსტანი გზნობა მორების ფასავლებს არემარესა და გულის პასუხს ნარნარად უმღერის გულთან მხარეს. საფილო მერე ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო ნეული დაბრუნებულარ სურნალად შემეყარეო. ვერავითანე ობლობა
ვერცის თემლები ვღარევო სამძლია სულმა და გულმა შენს ნახვას დავეჩქარევო დილმა მეგებენ ღიმილი შენი მზე შენი მთვარევო გუნდი და გუნდი ვარსლავი მოკაშკაშ მოელვარევო გუში პეტრას სიამემ თემლები უყარევო იადავარდი დამჭკნარი ხელახმად გამიხარევო საფიუ მედე ზულმუხტო სულის ჩამდგმელო მხარევო შენი ვარ შენთვის მოგდები შენზე მგლოვიარევო რას გამზირა ნურცოცხალ ზეკალთა დამაფარევო და რომ მოგდები გახსომდე ზანდერდი დავიბარევო დედაშვილობამ ბევრსახსნო შენს მიზას მობარევო საფიუს მედე ზულმუხტო შემოთავსოვი